როგორც აგვისტოს კოსმოსური ამბების შეჯამებისას აღნიშნე, სექტემბრის თვე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა სიახლეებითა და აღმოჩენებით. ასე რომ ამ ეპიზოდის ყოველივე წუთი მინდა დინამიურად და ყოვლის მომცველად გამოვიყენო, რათა ყველა ამბის შესახებ ჩაგაყენოთ საქმის კურსში მეტნაკლებად. დარწმუნებული ვარ, კოსმოლოგიით შეპყრობილი გამომწერები განსაკუთრებით ერით ხოლმე კოსმოამბებისთვის შემაჯამებელ ეპიზოდს. Цели ვიდეო გამოვა, ამიტომ მოდი დავიწყოთ. მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი ობიექტების შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, განსაკუთრებით სავარაუდო კომეტა 3i წილადი ატლასზე, რადგან ამის შესახებ გასული ერთი თვის განმავლობაში უკვე 2 ეპიზოდი მაქვს მომზადებული. მოკლედ ვისაუბრებ კიდევ ერთ ახალ ობიექტზე, რომელსაც ასტრონომებმა SWAN იგივე გედი უწოდეს, რადგან ამაზე ჯერ ბევრი რამ არ ვიცით და მხოლოდ მithქმა-მოთქმის საგანი გახდა. ვეცდები, რაც ნამდვილად დადასტურებულია, მხოლოდ იმაზე ვისაუბრო. უცნაური კოსმოსური ობიექტი, რომელიც ცნობილია როგორც კომეტა C-წილადი 2025 R2, იგივე SWAN, არის გრძელ პერიოდიანი კომეტა, რომელიც 2025 წლის 11 სექტემბერს SWAN ინსტრუმენტმა და ასტრონომმა ვლადიმერ ბუზუგლიმ აღმოაჩინეს. ის გამოირჩევა უკიდურესად გრძელი ორბიტით, რომელიც დაახლოებით 22,000 წელზე მეტია, რაც მას დამკვირვებელთა უმეტესობისათვის იშვიათ ცხოვრებაში ერთხელ დანახულ სანახაობად აქცევს. კომეტა ძირითადად გაზისა და ყინულისგან შედგება და არა მტვრისგან, ხოლო მისი კუდი მზის ულტრაისფერის სხივებით აქტიურდება, რაც მას მოლურჯო თეთრ ნათებას აძლევს. დედამიწასთან მისი ყველაზე ახლოს მოახლოება 2025 წლის 19-20 ოქტომბერს არის პროგნოზირებული და შესაძლოა ის საკმარისად კაშკაშა გახდეს, რომ ღამის ცაზე ხილული იყოს. შესაძლოა შევიარაღებელი თვალითაც კი. არის თორე ის საფრთხე ჩვენთვის? როგორ აფასებენ ასტრონომები და დეტალურად არის თორე გამოთვლილი მისი ტრაექტორია და ორბიტა? კომეტა სავარაუდოდ მერწყულის თანავარსკვლავედში წარმოიშვა, თუმცა ეს ჯერ კიდევ თეორიაა და კვლევის პროცესშია. ადრეული გამოთვლებით მას დაახლოებით 620-დან 1400 წლამდე ხანგრძლივი ორბიტალური პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ამჟამინდელი ჩავლა ადამიანი დამკვირვებლებისათვის ცხოვრებაში ერთხელ დაფიქსირებული მოვლენაა. დედამიწასთან ჩავლისას ის დაახლოებით 24-25 მილიონი მილის მანძილზე იქნება, რაც პირდაპირ საფრთხესთან არ არის დაკავშირებული და მეცნიერების თქმით, დედამიწასთან არავითარი კავშირი ექნება. ეს კომეტა 2020 წლის გაზაფხულზე დააფიქსირეს და ყურადღება მიიპყრო ციკაშკაშის სწრაფი, მაგრამ საბოლოოდ არაპროგნოზირებადი ცვლილებებით. ანუ, დაუდგენელია მისი ნათების ცვლილებები და ასევე ტრაექტორიის პერიოდულად უეცარი, თითქოს გეგმაზომიერი ცვლილება. როგორც ეს რამდენჯერმე ვარსკვლავთშორის ობიექტ 3i წილადი ატლასის შემთხვევაში გამოვლინდა. ტელესკოპიდან მიღებული საწყისი დაკვირვებები მიუთითებს, რომ მისი მყარი ბირთვის სიგანე 320 მეტრიდან 5,6 კილომეტრამდეა, რაც საკმაოდ დიდი ზომაა. ზოგიერთ არასამეცნიერო სპეკულაციურ ონლაინ კონტენტში კომეტა SWAN-სა და ვარსკვლავთშორის ობიექტ 3i წილადი ატლას შორის კავშირია გამოთქმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შესაძლოა დედა ხომანდი და ზონდი იყვნენ, რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელების. სამეცნიერო ანალიზმა საერთო წარმოშობა გამორიცხა და აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებიდან მოდიან, თუმცა სპეკულაციები, მათ შორის სამეცნიერო წრეებში, სუბუქად მაინც ძლიერდება. მოკლედ, ჯერ მეტი დეტალებში არაფერი ვიცით ამ კომეტის შესახებ და მეც დიდი ყურადღებით ველი მეტის გაგებას. შესაძლოა მის გამოჩენამდე კონკრეტულად SWAN-ზე ცალკე ეპიზოდიც შემოგთავაზოთ, თუ ამის საშუალებას შესაბამისი ინფორმაცია მომცემს. სექტემბრის თვეში NASA-ში განაცხადეს, რომ არტემისის მთვარეზე დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ასტრონავტები მთვარისკენ შესაძლოა 2026 წლის თებერვალში გაემგზავრონ. საბოლოო თარიღად კი აპრილი განიხილება. ეს მისია არტემის 2-ის ფარგლებში იგეგმება, რომელიც ბოლო 50 წელში პირველი ფრენა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მისიის საკონტროლო ცენტრიდან თვალს მივადევნებთ მთელს პროცესს, გაფრენამდელი პროცედურებისა და უკან დაბრუნების ჩათვლით. ისინი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან, მაგრამ პირველები იქნებიან, რომლებიც 1972 წლის მისია აპოლო 17-ის შემდეგ დედამიწის დაბალ ორბიტას გასცდებიან. ასევე ისინი ყველაზე შორს გაფრინდებიან, მთვარიდან სულ მცირე 9200 კილომეტრ მანძილზე.
25 საათიანი სისტემური შემოწმების მომდევნო ეტაპზე ეკიპაჟი ორიონის ხელით მართვაზე გადავა, რათა რაკეტის მეორე საფეხურთან მიმაგრების რეპეტიცია გაიაროს. ეს მთვარეზე დაშვებისათვის მოსამზადებელი პროცედურაა, რომელიც არტემის 3-ის მონაწილეებს დაეხმარება მომავალში. 23 საათის შემდეგ აპარატის ზრავები ამუშავდება და მას მთვარის მიმართულებით უბიძგებს. ეს მოგზაურობა 4 დღე გაგრძელდება და მის განმავლობაში ასტრონავტები დროს ისევ ტექნიკურ შემოწმებებს დაუთმობენ. ჩატარდება ექსპერიმენტებიც. მაგალითად, მეცნიერები ეკიპაჟის წევრების სხეულის ცვლილებებს დააკვირდებიან, რისთვისაც მთვარისკენ გაფრენამდე და უკან დაბრუნების შემდეგ მათი სისხლიდან პატარა ორგანოიდებს გაზრდიან და გაანალიზებენ. ასტრონავტები მთვარეს გასხდებიან და მომდენო 4 დღეს უკვე დედამიწაზე დაბრუნებას მოანდომებენ. პლანეტას მოუახლოვდებიან, ატმოსფეროში შემოვლენ და კალიფორნიის სანაპიროზე პარაშუტებით დაეშვებიან. ასტრონავტები ორიონის სახელით ცნობილ კაფსულაში მოთავსდებიან, რომელიც რაკეტა Space Launch System-ის SLS-ის თავზე დამონტაჟდება. ორბიტაზე მათ სწორედ ეს აპარატი გაიყვანს, რის შემდეგაც ხომალდის მეორე საფეხური განცალკევდება, მზის პანელები კი გაიშლება, რათა ენერგია მიიღოს. ამ მისიის წარმატება პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენად მალე განხორციელდება არტემის 3, რომლის დროსაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გაივლიან. NASA-ში აცხადებენ, რომ პროგრამის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ყველაზე ადრე 2027 წლის შუა პერიოდში შედგება. ამგვარი ვადები გასაკვირი არაა, რადგან რაკეტა Starship-ი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება, ტესტირებებისას ჯერ კიდევ ფეთქდება სამწუხაროდ. NASA-ში აცხადებენ, რომ უკვე დადასტურებულია 6000 ეგზოპლანეტის აღმოჩენა. 6000 ბევრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის ნახტომში დაახლოებით 100 მილიარდი პლანეტა შეიძლება არსებობდეს, რაოდენობა უმცირესია. თუმცა ჩვენნაირი ახლად შექმნილი კოსმოსური ცივილიზაციისათვის ეს აღსანიშნავი რამ არის. 6000 პლანეტის პოვნის ფაქტი შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რთულია მათი დაფიქსირება. ჩვენსა და სხვა ვარსკვლავებს შორის უზარმაზარი მანძილია. საკუთარ ვარსკვლავთა სიკაშკაშეში მრავალი ეგზოპლანეტა იმალება. ანდაც ჩვენგან იმდენად შორს არიან, რომ მათი დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. პლანეტების ერთი უცნაური ტიპი იმდენად ახლოსაა თავიანთ ვარსკვლავებთან, რომ ისინი მასთან მიმართებაში მოქცევითად არიან ჩაკეტილი. როგორც მთვარე დედამიწასთან, ამ პლანეტებს აქვთ ერთი ჯოჯოხეთურად მწველი გვერდი, მუდმივად ვარსკვლავის მხარეს მოქცეული. მეორე კი გაყინული. ზოგიერთი კი შეიძლება იმდენად ცხელი იყოს, რომ დნებოდეს. ზოგსაც იმდენად ექსტრემალური ტემპერატურა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომ იქ შეიძლება რკინის წმიმა მოდიოდეს. ანდაც პენოპლასტის სიმკვრივის იყვნენ. ზოგიერთი ოკეანეებითაა დაფარული, ზოგიც ტოქსიკურ აირებში გახვეული. ყველა მათგანი ბუნების ნაწილია, მათი წარმოშობის გზების დადგენა კი მარადიული ინტერესის საგანი. თუმცა, მთელ მათ ძებნასა და შესწავლას საფუძვლად ერთი დიდი კითხვა აქვს. ვართ თუ არა მარტონის სამყაროში? ეგზოპლანეტათა აბსოლუტური უმრავლესობა არაპირდაპირი გზითაა აღმოჩენილი. ტრანზიტის მეთოდი ეგზოპლანეტებს აფიქსირებს იმ სინათლის რაოდენობის გაზომვით, რაც ვარსკვლავის წინ მისი ჩავლისას იბლოკება. რადიალური სიჩქარის მეთოდი კი აფიქსირებს იმ ოდნავ მოკაჩვებს, რასაც ეგზოპლანეტის გრავიტაციას განაპირობებს თავის ვარსკვლავზე და ზომავს, რამდენად იცვლება ვარსკვლავის სინათლე ამ რხების შედეგად. ასტრომეტრია მინიატურულ მოძრაობებს ზომავს. გრავიტაციული ლინზირების მეთოდში კი პლანეტის არსებობა დგინდება, დაკვირვებად სინათლეში შემჩნეული ანომალიებით. კეპლერისა და ტესის ტელესკოპები ტრანზიტის მეთოდს იყენებენ და სწორედ ამ მეთოდითაა აღმოჩენილი ეგზოპლანეტათა უმეტესობა, თითქმის 4500. რადიალური სიჩქარის მეთოდის ანგარიშზე დაახლოებით 1140 პლანეტაა. 6000 დადასტურებული ეგზოპლანეტა ნამდვილად არის მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა მეცნიერებაში. თუმცა, არსებობს ათასობით კანდიდატი, რომელთა დასადასტურებლად ბევრი კვლევაა საჭირო. ერთმა გიგანტურმა აფეთქებამ არამხოლოდ კოსმოსი შეარყია, არამედ ჩვენი წარმოდგენაც სამყაროს ყველაზე ძლიერი აფეთქებების შესახებ და ვართ ასე შერყეულები. 2025 წლის 2 ივლისს ჩაწერილი გამა-გამოსხივების აფეთქება GRB ყველაზე გრძელია ამ დრომდე დაფიქსირებულ ამ სახის მოვლენათა შორის. გაგზავნა თითქმის 1 დღეს. შედარებისათვის გეტყვით, რომ როგორც წესი გამა-გამოსხივების აფეთქებები მხოლოდ მილიწამებიდან წუთებამდე გრძელდება.
ეს მოვლენა საერთოდ არ ჰგავს ბოლო 50 წლის განმავლობაში ნანახ სხვა არც ერთ GRB-ს. გამოსხივების აფეთქებები არის კატასტროფული მოვლენები, რომლებიც მიჩნეულია, რომ მხოლოდ ერთხელ ხდება, რადგან მათი წარმომქმნელი წყარო ვერ ახერხებს გადაურჩეს დრამატულ აფეთქებას. ამ მოვლენამ გაგვაუქნა არამხოლოდ იმიტომ, რომ განმეორებითი მძლავრი აქტივობა აჩვენა, არამედ იმიტომაც, რომ პერიოდული იყო, რაც ამ დრომდე ჯერ არასოდეს გვინახავს. ამბობს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ანტონიო მარტინ კარილიო. მიჩნეულია, რომ მათ უკან ორი მთავარი მექანიზმია. პირველი, მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქება, ბირთვის კოლაფსირებით, რა დროსაც ვარსკვლავის ბირთვი გრავიტაციით კოლაფსირდება და შავ ხვრელად გადაიქცევა. ეს პროცესი წარმოქმნის ხანგრძლივ აფეთქებებს, რომლებიც 2 წამზე მეტხანს გრძელდება. მეორე მექანიზმი მოიცავს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებას და ერთმანეთთან შერწყმას. ამ დროს 2 წამზე ნაკლები ხანგრძლივობის აფეთქებები წარმოიქმნება. ახალ მოვლენას GRB 25.07.02b უწოდეს და მისი უშუალო ბუნება მყისიერად აშკარა გახდა. აღმოაჩინეს NASA-ს გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის ფერმისგან მიღებული განგაშის სიგნალების საფუძველზე. არა მხოლოდ ერთხელ, არამედ 3 სხვადასხვა დროს რამდენიმე საათის განმავლობაში. რადგან როგორც ჩანს, ობიექტი გამოსხივების მრავალჯერადი განმეორებადი აფეთქებების სახით პულსირებდა. უცნობია, ჩვენგან რა მანძილზე მოხდა ეს აფეთქება, მაგრამ ასევე ძლიერ უცნაურია ამ მოვლენის წინამორბედი, ძლიერ უცნაური ფორმის გალაქტიკა, რომელიც 2 სხვადასხვანაირ რეგიონად გაყოფილი ჩანს. შეიძლება სწორედ ეს იყოს მინიშნება აფეთქების გამომწვევზე, მაგრამ ამ მომენტისათვის დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის NSF-ის ინოუეს მზის ტელესკოპმა X კლასის მზის ანთებაზე აბსოლუტურად საოცარი პირველი დაკვირვებები ჩაატარა. 2024 წლის 8 აგვისტოს ტელესკოპმა გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა, რომლის წარმოქმნაც მზეს შეუძლია მხოლოდ 4 დედამიწის დიამეტრის ბრწყინვალე გარჩევადობით. ამ დონის დეტალებმა გამოავლინა მზის ამოფრქვევასთან დაკავშირებული რამდენიმე ყველაზე მცირე სტრუქტურა, რაც კი გვინახავს. ინოუეს ტელესკოპი X10 კლასის ამოფრქვევას პირველად დააკვირდა. ეს ამოფრქვევები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რომელთა წარმოქმნას მზეს შეუძლია. გაგვიმართა, რომ ერთ-ერთი მათგანი იდეალური დაკვირვების პირობებში დაბიჭირეთ. ამბობს კოლორადო ბულდერის უნივერსიტეტის ასტრონომი კოლე ტამბური. ინოუე კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მზის ტელესკოპია. შეუძლია მზის სტრუქტურების ისეთ დეტალებში დაფიქსირება, როგორც იქამდე არ შეგვეძლო. ჩვენი მზის ამინდს შეუძლია ღრმა გავლენა მოახდინოს ჩვენს პლანეტაზე. მაგალითად, მზის ანთებებს ძალუძთ, რომ რამდენიმე საათით ჩაახშონ რადიოკომუნიკაციები. სამწუხაროდ მზის ქმედებათა შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ მეცნიერები დაადგენენ, როგორ ხდება მზის ამოფრქვევები, შეიძლება შექმნან პროგნოზირების უკეთესი ხელსაწყოები და შესაბამისად, უკეთესად მომზადება შევძლოთ. 2024 წლის აგვისტოში X1.3 კლასის ანთებაზე დაკვირვებისას ინოუემ გადაიღო ყველაზე პატარა კორონული მარყუჟები, რაც კი ოდესმე გვინახავს. საშუალოდ ეს მარყუჟები 48.4 კილომეტრის სიგანის იყო, ზოგი შეიძლება უფრო პატარაც, სულ რაღაც 21 კილომეტრი. ტელესკოპის რეზოლუციის ლიმიტი კი 24 კილომეტრია. მეცნიერებს ეს უხსნის გზას, რათა შეისწავლონ არა მხოლოდ მათი ზომა, არამედ ფორმები, ევოლუცია და მაგნიტური ხელახლა შეერთების მასშტაბებიც კი. ის ძრავა, რომელიც მზის ამოფრქვევებს ამუშავებს, როგორც იქნა ვხედავთ მზეს იმ მასშტაბებით, რომელზეც ის მუშაობს. ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის 6 კუთხა შტორმის რეგიონი შეისწავლეს. მის 탐ზე მათ უჩვეულო სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებსაც ფორმით მუქ მძივებსა და 4 ქიმიან ვარსკვლავს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი რამ აქამდე არ უნახავთ და ჯერჯერობით არც იციან, რასთან აქვთ საქმე. ეს ლაქები ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ მაშინ დააფიქსირა, როცა ის მეცნიერებმა უზარმაზარი შტორმისკენ ამ სპექტრის ემისიების შესასწავლად მიმართეს. ამის მიუხედავად, სულ სხვა სტრუქტურები შენიშნეს, რომლებიც სავარაუდოდ ურთიერთდაკავშირებულია. თუმცა, ერთმანეთისგან დიდი დისტანციითაა დაშორებული. მძივები პლანეტის იონოსფეროში არსებულ დამუხტულ პლაზმაში ნელა გადაადგილდება. 4 ქიმიანი ვარსკვლავი კი მის ქვეშ მდებარე სტრატოსფეროშია. სატურნის 6 კუთხა შტორმი მეცნიერებმა მისია Voyager-ის მეშვეობით 1980 წელს აღმოაჩინეს. პირველი დეტალური კადრები კი ზონდმა კასინიმ გადაიღო.
მისი სიგანე 29000 კილომეტრს აღწევს და თითო ბრუნს დაახლოებით 10 საათში ერთხელ ასრულებს. შტორმის წარმოქმნა აირების რეაქტიულ ნაკადებს უკავშირდება, რომლებიც პლანეტის პოლუსურის გარსს, ხოლო 6-კუთხა ფორმა ატმოსფერული აირების მახასიათებლებით უნდა იყოს განპირობებული. ისინი 1100 და 600 კილომეტრ სიმაღლეზეა განლაგებული. 10 საათის განმავლობაში ტელესკოპმა პლანეტის ატმოსფეროში დადებითად დამუხტული წყალბადისა და მეთანის მოლეკულები დააფიქსირა, რამაც უცნაური სტრუქტურები გამოავლინა. ფიქრობენ, რომ მუქი მძივები მაგნიტოსფეროსა და მბრუნავ ატმოსფეროს შორის რთული ურთიერთქმედების შედეგადაა წარმოქმნილი. ვარსკვლავის ფორმის ლაქა ავტორებმა თავად შტორმის 6-კუთხა ფორმასთან დააკავშირეს. თანაც მისი ურძესი ქიმის გასწვრივ ყველაზე მუქი შეფერილობის მძივები შენიშნეს. უცნობია ეს დამთხვევაა თუ არა. მეტის გასაგებად გუნდი ხელახალ დაკვირვებებს გეგმავს. ასტრონომებმა ჩვენი პლანეტის გარშემო აქამდე უცნობი კვაზი თანამგზავრი აღმოაჩინეს. ის დედამიწის მეზობლად უკვე რამდენიმე ათწლეულია მოძრაობს და სავარაუდოდ იქ კიდევ დეკადების განმავლობაში შენარჩუნდება. მას 2025 PN7 ეწოდება. ის ერთ-ერთია იმ 7-მდე ობიექტიდან, რომლებიც მზის გარშემო დედამიწის ტრაექტორიას იზიარებს. მათ კვაზი თანამგზავრები ეწოდება. უკანასკნელი ასეთი სხეული მეცნიერება ჰავაიში მდებარე პან-სტარის ობსერვატორიით 2 აგვისტოს დააფიქსირეს. 2025 PN7-ის სიგანე დაახლოებით 19 მეტრია და ის ჩვენგან 4.5-59.8 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. იგი ასტრონომებმა სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედში შენიშნეს და დედამიწასთან ახლო მდებარე ასტეროიდების ჯგუფს მიაკუთვნეს. დედამიწის გარშემო მხოლოდ ერთი ბუნებრივი თანამგზავრია, მთვარე. ამის მიუხედავად ზოგი ასტეროიდი პლანეტის გრავიტაციის გავლენას განიცდის და მზის გარშემო ორბიტაზე მასთან ერთად გადაადგილდება. ასეთი ობიექტები კვაზი თანამგზავრებია, მაგრამ არსებობს მინი მთვარეებიც, რომლებიც არა ვარსკვლავის, არამედ უშუალოდ დედამიწის ირგვლივ მოძრაობს. ამ ორ შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი მათგანი ციური სხეულის მიზიდულობის ძალას არ ემორჩილება, ანუ დედამიწის მიერ გრავიტაციულად ჩაჭერილი არაა. ის დროებითი კომპანიონია, მინი მთვარეები კი პლანეტასთან გრავიტაციულადაა შეკავშირებული და ჩვენს მეზობლად უფრო ხანმოკლე პერიოდითაა. რამდენიმე კვირა ან თვე ჩინურ მისია ტიანმენ 2-ის ფარგლებში ამ ობიექტის ზედაპირიდან ნიმუშების მოპოვებას იგეგმება, რომლებსაც დედამიწაზე 2027 წელს ჩამოიტანენ. დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემა TRAPSIT-1-ის ერთ-ერთი პლანეტა შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ატმოსფეროში იყოს გახვეული. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტა TRAPSIT-1-EZ ჩატარებული ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ის ჩვენი პლანეტის მსგავსად არის გახვეული აირების საბრუველში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებას. კვლევართა თქმით, TRAPSIT-1E სასიცოცხლო ზონაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლანეტად რჩება. ახალ შედეგებს ერთი ნაბიჯით ახლოს მივყავართ იმის დადგენასთან, რეალურად რა სახის პლანეტაა ის. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მას ვენერას ან მარსის მსგავსი ატმოსფერო არ უნდა ჰქონდეს. TRAPSIT-1-ის პლანეტური სისტემა 2016 წელს აღმოაჩინეს და მყისიერად გახდა აღფრთოვანების მიზეზი. ამ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო 7 კლდოვანი პლანეტა მოძრაობს, რომელთაგან რამდენიმე ამ ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული. ამ სისტემის სასიცოცხლო ზონაში ვარსკვლავთან ყველაზე ახლო მდებარე პლანეტის TRAPSIT-1D-ის დეტალურმა კვლევებმა ატმოსფეროს კვალს ვერ მიაგნო. თუმცა TRAPSIT-1E ვარსკვლავისგან ოდნავ უფრო შორს მდებარეობს. შედეგები თითქმის იმედგაცრუების მომგვრელი და ბუნდოვანია, რაც საკმარის სტიმულს იძლევა შემდეგი კვლევისთვის. 10 წლის წინ მეცნიერება პირველად გაიგონეს სამყაროს გროხუნი. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენამ დაადასტურა ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის მთავარი პროგნოზი და ასტრონომიაში ახალი ეპოქაც დაიწყო. გრავიტაციული ტალღების ახალი აღმოჩენა კი ამჯერად მეცნიერების კიდევ ერთი გიგანტის, სტივენ ჰოკინგის თეორიას ტესტავს და ფაქტობრივად ადასტურებს კიდეც. გრავიტაციული ტალღები არის ჭავლები სივრცე დროის ქსოვილში, რომლებიც სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. წარმოქმნის ძლიერ აჩქარებული მასიური ობიექტები, როგორიცაა შავ ხვრელთა შეჯახება ან ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება.
სამყაროში მიმოფანტული ეს ჭავლები პირველად 2015 წლის სექტემბერში დააფიქსირა შეერთებულ შტატებში მდებარე ობსერვატორია ლიგოს დეტექტორებმა. ეს გახდათ პირველი პირდაპირ მტკიცებულება გრავიტაციული ტალღებისა. ზუსტად ისეთის, როგორცაც აინშტაინის ფარდობითობის თეორია პროგნოზირებდა 100 წლით ადრე. ახლა პირველი აღმოჩენიდან 10 წლის შემდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ ერთი გრავიტაციული სიგნალის, სახელად GW250114-ის აღმოჩენის შესახებ იუწყება. 50 წლის წინ ფიზიკოსებმა სტივენ ჰოკინგმა და ჯეიკობ ბეკენშტაინმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს წესები, რომლებიც შავ ხვრელებს აღწერდა. ჰოკინგის შავი ხვრელების მექანიკის მეორე კანონი, იგივე ჰოკინგის ფართობის თეორემა, ბრძანებს, რომ შავი ხვრელის მოვლენა და ჰორიზონტს მიღმა ფართობი მუდამ უნდა იზრდებოდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, შავი ხვრელი არ შეიძლება შეიკუმშოს. თერმოდინამიკის მეორე კანონი ამბობს, რომ ენტროპია ყოველთვის უნდა იზრდებოდეს. სამყარო მუდმივად უფრო და უფრო არეული ხდება. ვინაიდან შავი ხვრელის ენტროპია ასევე უნდა იზრდებოდეს დროის მსვლელობასთან ერთად. უნდა იზრდებოდეს მისი ფართობიც. როგორ შეიძლება ამ იდეების დატესტვა? როგორც ჩანს, ამის ბრწყინვალე ხელსაწყოა ერთმანეთს შეჯახებული შავი ხვრელები. ბოლო გაზომვების სიზუსტემ ჰოკინგის ფართობის თეორემის ამ დროისათვის ყველაზე ზუსტი შემოწმების საშუალება მისცა. მეცნიერება ცალ-ცალკე გაზომეს შეჯახებულ შავ ხვრელთა მასები და ბრუნვის მაჩვენებლები. შემდეგ კი ეს მაჩვენებლები შეჯახების შედეგად მიღებული ნარჩენის მასასა და ბრუნვას შეადარეს, რითაც შეძლეს ერთმანეთისათვის ასევე შეედარებინათ ამ ორი ცალკეული შავი ხვრელისა და შეჯახების შედეგად მიღებულის ფართობები. მონაცემებმა ბრწყინვალე თანხმედრა აჩვენა თეორიულ პროგნოზთან, რომლის თანახმადაც ფართობი უნდა იზრდებოდეს, რაც ეჭვგარეშე ადასტურებს ჰოკინგის კანონს. მთვარე დედამიწას წელიწადში 3.8 სანტიმეტრით შორდება. მთვარემდე მანძილს მეცნიერები ზომავენ კოსმოსური ხომალდებისა და ასტრონავტების მიერ მის ზედაპირზე დატოვებული სარკეებიდან არეკლილი ლაზერის სხივების საფუძველზე. იმ დროის გაზომვით, რაც სინათლის მთვარემდე მისაღწევად და იქედან უკან დასაბრუნებლად სჭირდება. მეცნიერები დიდი სიზუსტით ზომავენ მთვარემდე მანძილს და ცვლილებებს ამ მანძილშიც. დედამიწისა და მთვარის მოძრაობას მრავალი საინტერესო შედეგი აქვს. ამ მოძრაობების შესწავლით ვიგებთ, როგორ შეიცვალა თითოეული მათგანი არსებობის დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში. მთვარემდე მანძილი სინამდვილეში თვის განმავლობაში იცვლება დედამიწის გარშემო მოძრაობის პარალელურად. ის ჩვენგან საშუალოდ 385,000 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ მისი ორბიტა დედამიწის გარშემო სრულყოფილი წრე არ არის და დედამიწის გარშემო მოძრაობისას მანძილი დაახლოებით 20,000 კილომეტრით იცვლება. ზუსტად ამ ცვლილების გამო ჩანს ზოგიერთი სავსე მთვარე უფრო დიდი. ამას სუპერმთვარეობა ეწოდება. ანუ ამ დროს მთვარე ჩვენთან 20,000 კილომეტრით უფრო ახლოსაა და 20,000 კილომეტრი პატარა მანძილი სულაც არ არის, არც კოსმოსში. საინტერესოა, რატომ გშორდება მთვარე. ამის მიზეზი მოქცევებია. მოქცევები წარმოიქმნება ობიექტში გრავიტაციის სხვაობებისგან. მთვარის მიერ მოდებული გრავიტაციის ძალა დაახლოებით 4% უფრო ძლიერია დედამიწის იმ მხარეს, რომელიც მთვარეს უყურებს, ვიდრე საპირისპირო მხარეს, რადგან გრავიტაცია მანძილთან ერთად სუსტდება. ეს მოქცევითი ძალა განაპირობებს ოკეანეების მიქცევა-მოქცევას, წყლის ამოზნეკას მთვარის მიმართულებით. ასე იმიტომ ხდება, რომ დედამიწაზე მთვარის მიერ მოქმედი გრავიტაციული ძალა არ არის მხოლოდ საშუალო გრავიტაციული ძალა, რომელიც ყველგან ერთნაირი სიძლიერისაა. მთვარის გრავიტაცია ყველაზე ძლიერია დედამიწის მასთან უფრო ახლო მდებარე მხარეს, რაც წარმოქმნის მთვარისგან მიმართულ წყლის ამოზნექილობას. დედამიწის ბრუნვასთან ერთად ეს ამოზნექილობებიც მოძრაობს და მთვარისგან მიმართული რჩება გრავიტაციული მიზიდვის გამო. მაგალითად, მიქცევა-მოქცევის გამო ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელეს შორის წყლის დონის სხვაობამ შეიძლება 1.5 მეტრს მიაღწიოს. ეს თხევადი ამობურცულობები მთვარეს ზუსტად არ ემთხვევა. ისინი მას ოდნავ მიუყვებიან, რადგან დედამიწა ბრუნავს და მათ თან მიათრევს. ამ ამობურცულობებსაც აქვს გრავიტაციული ზემოქმედება მთვარეზე. მთვარესთან ყველაზე ახლოს მყოფი ამობურცულობა მთვარეს არა მხოლოდ დედამიწის ცენტრისკენ ეკაჩება, არამედ ორბიტაზე ოდნავ წინაც, დაახლოებით იმ ბიძგის მსგავსად, რასაც სპორტული მანქანა მოსახვევში იღებს. ახლო მოქცევითი ამობურცულობის მიერ მინიჭებული ეს წინ წაკაჩვა მთვარის აჩქარებს, რაც ორბიტის ზომის ზრდას იწვევს. რომ შევაჯამოთ დედამიწის ოკეანის მთვარესთან უფრო ახლოს მყოფი მოქცევითი ამოზნექილობის გრავიტაცია, მთვარეს წინ ქაჩავს, რაც მთვარის ორბიტის ზომას ზრდის.
შედეგად მთვარე დედამიწას ოდნავ შორდება. ეს ეფექტი ძალიან თანდათანობითია და საშუალოდ მხოლოდ წლების განმავლობაში შეინიშნება. რა მოხდება მომავალში? გაიქცევა თუ არა მთვარე საბოლოოდ დედამიწის გრავიტაციას? თუკი ათობით მილიარდი წლით მომავალში გავიხედავთ, დედამიწის ბრუნვა შეიძლება იმდენად შენელდეს, რომ მთვარესთან მოქცევითად ჩაკეტილი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ღერძის გარშემო ერთი შემოbrunებისათვის მას იმდენივე დრო დასჭირდება, რაც მთვარეს დედამიწის გარშემო ერთი შემოვლისთვის. ამ დროს მთვარე ჩვენგან დაშორებას შეწყვეტს და ის დედამიწის მხოლოდ ერთი გვერდიდან გამოჩნდება. თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ორი რაღაც შეუშლის ხელს. პირველი დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ მზე უფრო აკაშკაშდება და ოკეანეებს ამოაშრობს. შემდეგ უკვე აღარ იქნება წყლის მოქცევები, რაც მთვარეს ჩვენგან დაშორებას იწვევს. რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ კი მზე წითელ გიგანტად გაფართოვდება და სავარაუდოდ გაანადგურებს დედამიწას და მთვარეს. თუმცა ეს მოვლენები იმდენად შორეულ მომავალში მოხდება, რომ სტანდარტულად ნამდვილად არაფერი გვაქვს. და ბოლოს, აღმოჩენების გარდა ვისაუბრებ ერთ დამაფიქრებენ და მე ვიტყოდი საკვანძო ეგზისტენციალურ საკითხზე. რატომ არსებობს სამყარო? მაინც რას ამბობენ ფიზიკოსები? მეცნიერების ხედვით, დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს არსებობის ახსნა დაკავშირებულია მატერიასთან და ანტიმატერიასთან. სამყაროს დასაწყისში არსებობდა მცირე დისბალანსი მატერიასა და ანტიმატერიას შორის. მატერიის ნაწილაკები, ანუ ყველა ელექტრონი, პროტონი და ნეიტრონი, ატომებსა და მოლეკულებში, რომლებიც ჩვეულებრივ ნივთიერებას ქმნის, განსხვავდებოდა ანტიმატერიის ნაწილაკებისგან, რომლებიც ატარებს საპირისპირო ელექტრულ მუხტს. მატერია და ანტიმატერია ერთმანეთს ვერ ეწყობა. როდესაც მათი ნაწილაკები ეჯახება, ისინი ერთმანეთს ანადგურებს, ანუ ანიჰილირებს ძლიერი გამა-გამოსხივების ამოფრქვევით. ახლა ანტიმატერია უკიდურესად იშვიათია. იმის მიუხედავად, რომ ანტიმატერიას სამყაროს ფორმირებაში საფუძვლიანი როლი ჰქონდა. ფაქტია, რომ ახლა ის ძალიან ცოტაა. თუ რატომ მოხდა ეს ასე, კოსმოლოგის ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ რჩება. ანტინაწილაკის არსებობა ექსპერიმენტულად 1930-იან წლებში დამტკიცდა და მისი პროგნოზირება პირველად ინგლისელმა ფიზიკოსმა პოლ დირაკმა შეძლო. დღეს მეცნიერებს ანტიმატერიის შექმნა ნაწილაკების ამაჩქარებელ კოლაიდერებში შეუძლიათ, მაგალითად როგორიცაა Large Hadron Collider. მეორე მხრივ, დირაკის პროგნოზის თანახმად, მატერიისა და ანტიმატერიის რაოდენობა თანაბარი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ის ფაქტი, რომ ახლა ანტიმატერია ძალიან ცოტაა და მატერია ძალიან ბევრია, მეცნიერებისათვის დიდი გამოწვევაა. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორის პასკუალე დი ბარის თქმით, შესაძლოა სამყაროში ანტინაწილაკებისგან შემდგარი ვარსკვლავები და გალაქტიკები იყოს, თუმცა მათი არსებობა დამტკიცებული ჯერ არ არის. მაგრამ რატომ გაჩნდა ეს სხვაობა ფიზიკოსებმა ჯერ არ იციან? მეცნიერები ამ გამოწვევას მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის პრობლემას უწოდებენ. ტერმინები მატერია და ანტიმატერია ფარდობითია. რეალურად მატერია გულისხმობს ჩვენთვის ცნობილ ნაწილაკებს, ხოლო ანტიმატერია ამ მატერიისათვის უარყოფით ნაწილაკებს. მაგრამ ყველაფერი პირიქითაც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა მათი უმეტესობის ანიჰილაცია. ანტიმატერიის ნაწილაკებს შეიძლება შეექმნა სამყარო ანტიატომებითა და ანტიმოლეკულებით. საბოლოო ჯამში ჩვენ ნაწილაკს იმიტომ ვეძახით ნაწილაკს და ანტინაწილაკს, რომ პირველმა მეორეზე გაიმარჯვა. ნაწილაკთა კოლაიდერებზე დაკვირვებით, ასტრონომიული სპექტრების ანტიმატერიის დაშლის კვლევებისა და გრავიტაციული ტალღების გამოყენებით, ფიზიკოსები ცდილობენ უკეთ გაერკვნენ, რატომაა სამყაროზე ასეთი უთანასწორობა მატერიასა და ანტიმატერიას შორის. თავდაპირველად მილიარდჯერ მეტი მატერიისა და ანტიმატერიის ნაწილაკი არსებობდა, ვიდრე ეს ახლაა. სამყაროს გაჩენის პირველივე წამებში მათ ერთმანეთის დიდი ნაწილი გაანადგურეს, ანუ ანიჰილირდა. საბჭოთა ფიზიკოს ანდრეი სახაროვის თქმით, მატერია და ანტიმატერია გარკვეულ სიტუაციებში სამყაროს ფუნდამენტურ ძალებზე განსხვავებულად რეაგირებდა. ამ ფენომენს მან C და CP დარღვევა უწოდა. მეცნიერებს ახლა ამ განსხვავებების შესწავლა სურთ. ასე შეიძლება ბევრად უფრო მეტი გავიგოთ იმაზე, თუ რატომ დარჩა ამდენი მატერია და რატომ გაქრა ანტიმატერია. შესაბამისად, შეკითხვაზე, თუ რატომ არსებობს სამყარო, მეცნიერების პასუხი შემდეგია: მატერია გადარჩა, ხოლო ანტიმატერია ძირითადად განადგურდა. მათი რაოდენობა თანაბარი რომ ყოფილიყო და სამყაროს მიმართაც ურთიერთქმედება იდენტური ყოფილიყო. შესაძლოა სამყაროს ყოველ შემთხვევაში მის შემადგენლობაში მყოფ მატერიას არც კი ეარსება. ახლა ეს რამდენადაა შემთხვევითობაზე დაფუძნებული?
სწორედ ესაა მეცნიერებასა და რელიგიურ სწავლებას შორის კამათის არსი. თუმცა, ჩემი აზრით, დროა რაღაცები გადაიხედოს. თუ მეცნიერებამ უჩვეულო ფენომენის და ძალის არსებობა არ დაუშვა, ის ვერ შეძლებს სამყაროს საიდუმლოების ჩაწვდომას ისე, რომ შეძლოს ჭეშმარიტებამდე მისვლა. ხოლო თუ თავის მხრივ რელიგია არ გამოვა მხოლოდ ძველი დოგმატური გადმოცემებისა და სწავლებებისგან და მეცნიერულ სწავლებებს კარს არ გაუღებს მის სიახში, ისიც შუა საუკუნეების მოძველებულ სწავლებად დარჩება, რომელიც ასევე ვერ მიაწვლის მის მიმდევარს სრულ ცოდნასთან მიახლოებულ ჭეშმარიტებას. მოკლედ, დიდი სამუშაო აქვთ ორივე მხარეს, რომ იტყვიან. ასეთია ის ძირითადი კოსმოლოგიური ამბები, რომლითაც 2025 წლის სექტემბრის თვე იყო გამორჩეული. შედარებით უმნიშვნელო ამბები, რა თქმა უნდა, არ ჩავსვი ამ ეპიზოდში, რადგან გადამლაშებული არაფერი ვარგა. თუ ამ ჯერჯერობით უმნიშვნელო ამბებს მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება, მომდევნო სერიებში აუცილებლად მოხდება ჩემს არხზე. თუ მოგეწონა ეპიზოდი, ან არ მოგეწონა და ამისთვის არგუმენტიც გაქვს, კომენტარების ველში გელოდები შენი შეფასებით. ამავე დროს კვლავ დიდი თხოვნა, გამოიწერი არხი, რათა მეტი რესურსი და мотиваცია მქონდეს ამ საქმის სათანადოდ გაგრძელებისთვის. შევხვდებით მალე.